წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს მთელი ერი. 1918 წლის მაისის 26-ს თბილისში ერთ საიდუმლო შეხვედრაზე 12-მა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. ისინი იცოდნენ, რომ ეს არჩევანი შეიძლება გახდეს ან უდიდესი გამარჯვება, ან საშინელი კატასტროფა. ოთახში იჯდა ნოე ჟორდანია, ადამიანი, რომელიც ერთი ხელმოწერით უნდა შექმნა დამოუკიდებელი საქართველო. მაგრამ რატომ ამ ისტორიულ მომენტში მისი ხელები ძრწოდა? რას ფიქრობდა იგი, როცა ხელს აწერდა დამოუკიდებლობის აქტს? და რატომ, სწორედ 3 წლის შემდეგ, ეს იგივე ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო საკუთარი ქვეყნიდან, ხოლო მისი შექმნილი რესპუბლიკა დაეცა? უფრო მეტიც, რატომ დღესაც 100 წლის შემდეგ ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან, იყო თუ არა ნოე ჟორდანია დიდი ლიდერი, თუ სუსტი პოლიტიკოსი, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი ქვეყნის დაცვა. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ისტორია ადამიანის შესახებ, რომელიც ერთდროულად იყო გმირი და ტრაგიკული ფიგურა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ის, ვინც ქმნის ქვეყანას ნულიდან, წერთ კონსტიტუციას, აყალიბებთ არმიას, აწესრიგებთ ეკონომიკას, იბრძვით საერთაშორისო აღიარებისთვის. და მაშინ, როცა ყველაფერი თითქოს მოწესრიგებულია, ერთ დილას ხვდებით, რომ თქვენი ყველა ძალისხმევა უშედეგოა. რუსეთის წითელი არმია მოდის და თქვენ არაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს არის ის რეალობა, რომელიც ნოე ჟორდანიამ განიცადა 1921 წლის თებერვალში. მაგრამ რა მოხდა ამ 3 წლის განმავლობაში? რა შეცდომები დაუშვა მან? და რატომ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძლიერი ლიდერი, ნოე ჟორდანია აღმოჩნდა უუნარო დაეცვა საკუთარი ქვეყანა? დღეს, პირველად 100 წლის შემდეგ, ჩვენ გავხსნით საიდუმლო არქივებს, რომლებიც ინახება თბილისში, პარიზში და მოსკოვში. ეს არქივები შეიცავს დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს ნოე ჟორდანიას პირად მიმოწერას, მის საიდუმლო შეხვედრებს უცხოელ დიპლომატებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის ბოლო დღეებს ხელისუფლებაში, როცა მან გაიგო, რომ საქართველო დაკარგული იყო. ამ დოკუმენტებში არის ისეთი დეტალები, რომლებიც შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით ნოე ჟორდანიაზე. მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ 1921 წლის იანვარში, ერთი თვით ადრე ვიდრე რუსეთის შეჭრა, ნოე ჟორდანიას მიეცა შესაძლებლობა გაეკეთებინა შეთანხმება, რომელიც შეიძლება გადაერჩინა საქართველო. მაგრამ მან უარი თქვა. რატომ? ეს არის ისტორია ადამიანის შესახებ, რომელიც იყო იდეალისტი, მაგრამ არა რეალისტი. ადამიანის შესახებ, რომელიც სჯეროდა დემოკრატიის, მაგრამ არ ესმოდა ძალის. ადამიანის შესახებ, რომელიც შექმნა რესპუბლიკას, მაგრამ ვერ შეძლო მისი დაცვა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებმა განსაზღვროს მთელი ერის ბედი. ნოე ჟორდანიას შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებები გახდა ტრაგედია. მაგრამ ვინ იყო ნოე ჟორდანია სინამდვილეში? რა ხდებოდა მის თავში, როცა იგი იღებდა ამ გადაწყვეტილებებს? და რატომ დღესაც 100 წლის შემდეგ საქართველოში ზოგიერთი მას უწოდებს გმირს, ხოლო სხვები ღალატს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, 1874 წლის ნოემბერში, პატარა სოფელ ლანჩხუთში, სადაც დაიბადა ბიჭი, რომელიც ერთ დღეს გახდებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი. ნოე ჟორდანია დაიბადა 1874 წლის 13 იანვარს, ლანჩხუთში, გურიაში. მისი ოჯახი არ იყო მდიდარი, მაგრამ არც ღარიბი. მამა, ნიკოლოზ ჟორდანია იყო მღვდელი, ადამიანი, რომელიც სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და რომელსაც ჰქონდა დიდი ამბიციები საკუთარი შვილებისთვის. დედა, ანასტასია, იყო ტიპიური ქართველი ქალი იმ დროის, ნაზი, მაგრამ ძლიერი, რომელიც მართავდა ოჯახს და უვლიდა 6 შვილს. ნოე იყო მეორე შვილი და პირველი ვაჟი. მამამ დიდი იმედები დააკისრა მას, იგი უნდა გამხდარიყო მღვდელი, როგორც თავად მამა, და გაეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია. მაგრამ ნოე ჟორდანია არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. უკვე ბავშვობაში, როცა სხვა ბიჭები თამაშობდნენ ქუჩაში, ნოე კითხულობდა წიგნებს. მამამ შენიშნა, რომ ბიჭს ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი, იგი სწრაფად სწავლობდა, ჰქონდა შესანიშნავი მეხსიერება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჰქონდა უნარი დაენახა რაღაცები, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. 1876 წელს, როცა ნოეს მხოლოდ 2 წელი შეუსრულდა, მამამ გადაწყვიტა გაეგზავნა იგი თბილისში, სასულიერო სემინარიაში. ეს იყო დიდი პრივილეგია იმ დროს, მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეები შედიოდნენ ამ სემინარიაში. თბილისის სასულიერო სემინარია იყო განსაკუთრებული ადგილი. ეს არ იყო მხოლოდ სასწავლებელი, ეს იყო ადგილი, სადაც ყალიბდებოდა მომავალი ლიდერები.
სემინარიაში სწავლობდნენ ბიჭები მთელი საქართველოდან, ზოგი მდიდარი ოჯახებიდან, ზოგი ღარიბი. მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი საერთო, ისინი იყვნენ ჭკვიანები, ამბიციური და ეძებდნენ თავიანთ ადგილს ცხოვრებაში. სემინარიაში ნოე ჟორდანია პირველად შეხვდა იდეებს, რომლებიც შეცვლიდა მის ცხოვრებას. იქ იყო მასწავლებლები, რომლებიც საიდუმლოდ ესაუბრებოდნენ მოსწავლეებს რუსული იმპერიის ჩაგვრის შესახებ, სოციალური სამართლიანობის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს საქართველო თავისუფალი. მაგრამ ნოე ჟორდანია არ იყო რევოლუციონერი იმ გაგებით, როგორც ბევრი მისი თანატოლი. იგი არ სჯეროდა ძალადობას. იგი არ სჯეროდა, რომ ცვლილება უნდა მოსულიყო ბარიკადებიდან. ნოე ჟორდანია სჯეროდა იდეებს. იგი სჯეროდა, რომ ცვლილება უნდა მოსულიყო განათლებიდან, დემოკრატიიდან, სოციალური რეფორმებიდან. ეს იყო ის, რაც გამოარჩევდა მას სხვებისგან. ხოლო ეს იყო ის, რაც მოგვიანებით გახდებოდა მისი ძლიერება და მისი სისუსტე. 1892 წელს, როცა ნოეს 18 წელი შეუსრულდა, მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა მისი ცხოვრება სამუდამოდ. სემინარიაში მოვიდა ახალი მასწავლებელი, ადამიანი, რომელიც საიდუმლოდ ატარებდა აკრძალულ წიგნებს კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და სხვა სოციალისტური მოაზროვნეების შესახებ. ეს მასწავლებელი ჩამოყალიბებდა საიდუმლო წრეს, სადაც მოსწავლეები კითხულობდნენ ამ წიგნებს და განიხილავდნენ სოციალისტურ იდეებს. ნოე ჟორდანია გახდა ამ წრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი. იქ, იმ საიდუმლო შეხვედრებზე, იგი პირველად გაიგო სოციალ-დემოკრატიის შესახებ, იდეის შესახებ, რომ საზოგადოება უნდა იყოს თანასწორი. რომ მუშები უნდა ჰქონდეთ უფლებები და რომ ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში. მაგრამ ეს იდეები იყო საშიში. რუსეთის იმპერია არ ტოლერანტობდა სოციალისტებს. 1893 წელს, როცა ნოეს 19 წელი შეუსრულდა, პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო წრე. რამდენიმე მოსწავლე დააპატიმრეს, ზოგი გააძევეს სემინარიიდან. ნოე ჟორდანიას გაუმართლა, მას არ დაუპატიმრეს, მაგრამ გააძევეს სემინარიიდან. ეს იყო კატასტროფა მისი ოჯახისთვის. მამა, რომელსაც ჰქონდა დიდი იმედები, რომ ვაჟი გახდებოდა მღვდელი, იყო გაბრაზებული და იმედგაცრუებული. მაგრამ ნოე ჟორდანია არ ინანებდა. იგი იცოდა, რომ იპოვა თავისი გზა, რომელიც მიჰყავდა არა ეკლესიისკენ, არამედ პოლიტიკისკენ. გაძევების შემდეგ ნოე ჟორდანია დაბრუნდა ლანჩხუთში. მაგრამ იგი ვერ რჩებოდა იქ. იგი იყო ახალგაზრდა, ენერგიული, სავსე იდეებით და ამბიციებით. 1895 წელს, 21 წლის ასაკში. ნოე ჟორდანია გადაწყვიტა წასულიყო ევროპაში. იგი მივიდა პოლონეთში, ვარშავაში, სადაც ჩაერთო სოციალისტურ მოძრაობაში. ვარშავაში იგი შეხვდა ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, პოლონელებს, ებრაელებს, რუსებს, ყველას, ვინც სჯეროდა, რომ იმპერია უნდა დაეცა და მის ადგილას უნდა მოსულიყო თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოებები. მაგრამ ვარშავაში ნოე ჟორდანია არ დარჩა დიდხანს. 1896 წელს პოლიციამ დაიწყო სოციალისტების დევნა და ნოე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო საქართველოში. იგი დაბრუნდა თბილისში, სადაც დაიწყო მუშაობა როგორც ჟურნალისტი. ეს იყო გარდამტეხი მომენტი მისი ცხოვრებისთვის. ჟურნალისტიკამ მისცა მას პლატფორმა, საიდანაც მას შეეძლო ესაუბრა ხალხთან, გაევრცელებინა თავისი იდეები და დაეწყო პოლიტიკური კარიერა. ნოე ჟორდანია დაიწყო წერა სტატიები სოციალური სამართლიანობის შესახებ, მუშათა უფლებების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს საქართველო თავისუფალი. მაგრამ რატომ ნოე ჟორდანია არჩევდა სწორედ სოციალ-დემოკრატიას? რატომ არა ნაციონალიზმს, როგორც ბევრი მისი თანამედროვე? რატომ არა რადიკალურ რევოლუციას, როგორც ბოლშევიკები? პასუხი მარტივია. ნოე ჟორდანია სჯეროდა, რომ საქართველოს თავისუფლება უნდა მოსულიყო არა ძალადობით, არამედ დემოკრატიით. იგი სჯეროდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქე ჰქონდა თანაბარი უფლებები, სადაც მუშები არ იყვნენ ექსპლუატირებულნი და სადაც ხელისუფლება იყო ხალხის ხელში. ეს იყო იდეალისტური ხედვა, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა საფუძველი პირველი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის. 1905 წელს, როცა რუსეთში დაიწყო პირველი რევოლუცია, ნოე ჟორდანია უკვე იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალისტი საქართველოში. იგი იყო ლიდერი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის, რომელიც სჯეროდა თანდათანობით რეფორმებს და დემოკრატიას. და არა რადიკალურ რევოლუციას, როგორც ბოლშევიკები. 1905 წლის რევოლუციამ მისცა ნოე ჟორდანიას შესაძლებლობა, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან და გამხდარიყო რეალური პოლიტიკური ფიგურა.
მაგრამ 1905 წლის რევოლუცია ჩაიშალა. რუსეთის იმპერიამ ჩაახშო აჯანყება და ნოე ჟორდანია კვლავ აღმოჩნდა საშიშროებაში. მას მოუწია გაქცევა, ამჯერად რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა. სანქტ-პეტერბურგში ნოე ჟორდანია შეხვდა სხვა სოციალისტურ ლიდერებს, ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით გახდებოდნენ ცნობილი ფიგურები რუსეთის ისტორიაში. მაგრამ ნოე ჟორდანია არასოდეს დაივიწყა საქართველოს. იგი ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეეძლო დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. 1918 წელს, როცა რუსეთში დაიწყო თებერვლის რევოლუცია და დაეცა ცარისტული რეჟიმი, ნოე ჟორდანია დაბრუნდა საქართველოში. იგი დაბრუნდა როგორც გმირი, როგორც ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის და ახლა ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა თავისი ოცნება. მაგრამ რა ელოდა მას საქართველოში? და რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, რომლებიც განსაზღვრავდა არა მხოლოდ მის ბედს, არამედ მთელი ერის ბედს. 1918 წლის მარტში, როცა ნოე ჟორდანია ჩამოვიდა თბილისში, ქალაქი იყო ქაოსში. რუსეთის იმპერია იშლებოდა. ცარი უკვე გადადგა და ხელისუფლება გადავიდა დროებითი მთავრობის ხელში. მაგრამ საქართველოში არავინ იცოდა, რა მოხდებოდა შემდეგ. იქნებოდა თუ არა საქართველო დამოუკიდებელი? თუ გახდებოდა ნაწილი ახალი რუსეთისა? თუ დაიპყრობოდა თურქეთის მიერ? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი არავის ჰქონდა. და ნოე ჟორდანია იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, რომელთაც უნდა ეპოვათ ეს პასუხები. 1918 წლის მარტის მე-22-ს თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი, დროებითი ხელისუფლება, რომელიც უნდა მართავდა საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ნოე ჟორდანია გახდა ამ კომისარიატის ერთ-ერთი ლიდერი. მაგრამ ეს იყო რთული პოზიცია. კომისარიატი არ იყო დამოუკიდებელი, იგი ჯერ კიდევ იყო ნაწილი რუსეთისა. და ნოე ჟორდანია იცოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. საქართველოს სჭირდებოდა სრული დამოუკიდებლობა. მაგრამ როგორ მიეღწია ამისთვის? და რა ფასად? 1918 წლის ოქტომბერში, როცა ბოლშევიკებმა ჩაატარეს გადატრიალება რუსეთში და დაამყარეს საბჭოთა ხელისუფლება, ნოე ჟორდანია გაიგო, რომ დრო იწურებოდა. ბოლშევიკები იყვნენ მტრები მენშევიკებისა. ისინი არ სჯეროდნენ დემოკრატიას, არ სჯეროდნენ თანდათანობით რეფორმებს. ისინი სჯეროდნენ ძალას, დიქტატურას და რევოლუციას. და ნოე ჟორდანია იცოდა, რომ თუ ბოლშევიკები მოვიდოდნენ საქართველოში, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც იგი იბრძოდა, დაიკარგებოდა. 1918 წლის ნოემბერში, როცა პირველი მსოფლიო ომი დასრულდა და გერმანია დამარცხდა, ნოე ჟორდანია გაიგო, რომ მოვიდა მომენტი. გერმანია, რომელიც აკონტროლებდა ნაწილ კავკასიისა, უკან იხევდა. თურქეთი, რომელიც ასევე იყო საფრთხე საქართველოსთვის, იყო დამარცხებული. რუსეთი იყო სამოქალაქო ომში. ეს იყო იდეალური მომენტი, რომ გამოცხადდა დამოუკიდებლობა. მაგრამ ნოე ჟორდანია ხოხმანობდა. რატომ? პასუხი მარტივია, ნოე ჟორდანია იყო რეალისტი. იგი იცოდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო ადვილი, მაგრამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება იყო რთული. საქართველოს არ ჰქონდა ძლიერი არმია. არ ჰქონდა ეკონომიკა. არ ჰქონდა საერთაშორისო აღიარება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, საქართველო იყო გარშემორტყმული მტრებით. ჩრდილოეთით იყო რუსეთი, სამხრეთით თურქეთი, დასავლეთით იყო შავი ზღვა და აღმოსავლეთით აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებიც ასევე ებრძოდნენ საკუთარ გადარჩენას. როგორ შეეძლო საქართველოს გადარჩენა ამ პირობებში? მაგრამ ნოე ჟორდანიას არ ჰქონდა არჩევანი. 1918 წლის აპრილის მე-22-ს ამიერკავკასიის კომისარიატმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რესპუბლიკა, რომელიც აერთიანებდა საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ნოე ჟორდანია იყო ამ რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი. მაგრამ ეს რესპუბლიკა არ გაგრძელდა დიდხანს. უკვე ერთი თვის შემდეგ, 1918 წლის მაისის 26-ს, ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა. რატომ? რადგან სამიერი, ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ვერ შეთანხმდნენ. მათ ჰქონდათ განსხვავებული ინტერესები, განსხვავებული მიზნები და განსხვავებული ხედვები მომავლისთვის. და აქ მოვიდა ის მომენტი, რომელიც შეცვალა ნოე ჟორდანიას ცხოვრებას სამუდამოდ. 1918 წლის მაისის 26-ს, საღამოს, თბილისში.
ერთ საიდუმლო შეხვედრაზე 12-მა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შექმნიდა დამოუკიდებელ საქართველოს. ნოე ჟორდანია იყო ერთ-ერთი ამ 12 ადამიანიდან. და როცა მან ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, მისი ხელები ძრწოდა. რატომ? რადგან იგი იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დასაწყისი რაღაც დიდისა, მაგრამ ასევე რაღაც საშიშისა. იგი იცოდა, რომ ახლა საქართველო იყო მარტო მტრებით გარშემორტყმული, მარტო რესურსების გარეშე, მარტო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. და იგი იცოდა, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებული იყო მასზე და მის გუნდზე. მაგრამ რა იყო ნოე ჟორდანიას გეგმა? როგორ აპირებდა იგი შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა? და რა შეცდომები დაუშვა მან უკვე პირველი დღიდან, რომლებიც მოგვიანებით გახდებოდა ფატალური. 1918 წლის მაისის 27-ს, ერთი დღის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ნოე ჟორდანია გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ეს იყო უმაღლესი პოზიცია ქვეყანაში, პოზიცია, რომელიც აძლევდა მას ძალაუფლებას მართოს ქვეყანა და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავდა საქართველოს მომავალს. მაგრამ ეს იყო ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა. ნოე ჟორდანია იცოდა, რომ თუ იგი ჩაიშლიდა, მაშინ საქართველო დაიკარგებოდა. პირველი რამ, რაც ნოე ჟორდანიამ გააკეთა, იყო კონსტიტუციის შექმნა. იგი სჯეროდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქე ჰქონდა თანაბარი უფლებები, სადაც იყო თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი პრესა და სადაც ხელისუფლება იყო ხალხის ხელში. 1918 წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიიღო კონსტიტუცია, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მთელ ევროპაში. ეს კონსტიტუცია იძლეოდა ქალებს ხმის უფლებას, რაც იმ დროს იყო რევოლუციური. ეს კონსტიტუცია იძლეოდა მუშებს უფლებებს, იძლეოდა უმცირესობებს დაცვას და იძლეოდა ყველა მოქალაქეს თავისუფლებას. მაგრამ კონსტიტუცია იყო მხოლოდ ქაღალდი. რეალობა იყო სხვა. საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც იყო გაჭირვებაში. ეკონომიკა იყო ნანგრევებში. ხალხი იყო მშიერი. არმია იყო სუსტი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, საქართველო იყო გარშემორტყმული მტრებით. ჩრდილოეთით იყო რუსეთი, სადაც ბოლშევიკები იბრძოდნენ თეთრებთან სამოქალაქო ომში. სამხრეთით იყო თურქეთი, რომელიც ჯერ კიდევ აკონტროლებდა ნაწილ საქართველოს ტერიტორიისა. და აღმოსავლეთით იყო აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებთანაც საქართველოს ჰქონდა ტერიტორიული დავები. ნოე ჟორდანიას პირველი დიდი გამოწვევა იყო თურქეთთან. 1918 წლის ივნისში თურქეთმა დაიწყო შეჭრა საქართველოში. თურქული არმია აიღო ბათუმი და მოძრაობდა თბილისისკენ. ნოე ჟორდანია იყო პანიკაში. საქართველოს არმია იყო ძალიან სუსტი. რომ დაეცვა ქვეყანა. რა უნდა გაეკეთებინა? იბრძოლა და დაკარგა ყველაფერი. თუ მოლაპარაკება და შეეცადა გადაერჩინა რაც შეიძლება მეტი. ნოე ჟორდანია აირჩია მოლაპარაკება. იგი გაგზავნა დელეგაცია თურქეთთან, რომელმაც მოლაპარაკება დაიწყო. და 1918 წლის ივნისის მე-4-ს საქართველომ და თურქეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საქართველო უთმობდა ბათუმს თურქეთს, მაგრამ თურქეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ჩერდებოდა შემდგომ შეჭრას. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება. ბათუმი იყო მნიშვნელოვანი ქალაქი, ერთადერთი პორტი შავ ზღვაზე, რომელიც აძლევდა საქართველოს წვდომას საერთაშორისო ვაჭრობაზე. მაგრამ ნოე ჟორდანია იცოდა, რომ არ ჰქონდა არჩევანი. თუ იგი არ მოლაპარაკებდა, მაშინ თურქეთი აიღებდა არა მხოლოდ ბათუმს, არამედ მთელ საქართველოს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო დასაწყისი კრიტიკისა. ბევრმა ქართველმა თქვა, რომ ნოე ჟორდანია იყო სუსტი, რომ მან ღალატი ჩაიდინა. რომ მან უნდა ებრძოლა ბოლომდე. ნოე ჟორდანია იცოდა ეს კრიტიკა, მაგრამ იგი ასევე იცოდა, რომ მან გააკეთა ერთადერთი სწორი რამ. იგი გადაარჩინა საქართველო. მაგრამ რა ფასად? 1918 წლის ნოემბერში, როცა პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, ნოე ჟორდანიას მოვიდა ახალი იმედი. ბრიტანეთმა, რომელიც იყო გამარჯვებული ომში, გაგზავნა ჯარები კავკასიაში. ბრიტანული ჯარები შემოვიდნენ ბათუმში და აიძულეს თურქეთი დაეტოვებინა ქალაქი. ბათუმი დაბრუნდა საქართველოს. ეს იყო დიდი გამარჯვება ნოე ჟორდანიასთვის. მაგრამ ეს იყო ასევე დასაწყისი ახალი პრობლემისა, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა ფატალური. ბრიტანეთი არ იყო საქართველოში უსასყიდლოდ.
ბრიტანელები სჯეროდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ბუფერი რუსეთთან, ბუფერი, რომელიც დაიცავდა ბრიტანულ ინტერესებს კავკასიაში. მაგრამ ბრიტანელები ასევე იცოდნენ, რომ საქართველო იყო სუსტი და არ შეეძლო დამოუკიდებლად გადარჩენა. ამიტომ ბრიტანელები დაიწყეს ზეწოლა ნოე ჟორდანიაზე, ზეწოლა, რომ საქართველო გაეკეთებინა შეთანხმება რუსეთთან. მაგრამ რა რუსეთთან? რუსეთი იყო სამოქალაქო ომში. იყო თეთრები, რომლებიც იბრძოდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ და იყო ბოლშევიკები, რომლებიც იბრძოდნენ თეთრების წინააღმდეგ. ბრიტანელები მხარს უჭერდნენ თეთრებს და სჯეროდნენ, რომ თეთრები მოიგებდნენ. ამიტომ ისინი სჯეროდნენ, რომ საქართველო უნდა გაეკეთებინა შეთანხმება თეთრებთან. მაგრამ ნოე ჟორდანია არ სჯეროდა თეთრებს. იგი იცოდა, რომ თეთრები იყვნენ იმპერიალისტები, ადამიანები, რომლებიც სჯეროდნენ, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო ერთიანი იმპერია და რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ნაწილი ამ იმპერიისა. ნოე ჟორდანია არ სჯეროდა ბოლშევიკებსაც. იგი იცოდა, რომ ბოლშევიკები იყვნენ მტრები დემოკრატიისა და რომ თუ ბოლშევიკები მოვიდოდნენ საქართველოში, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც იგი იბრძოდა, დაიკარგებოდა. ამიტომ ნოე ჟორდანია აირჩია მესამე გზა, რომელიც იყო ნეიტრალიტეტი. იგი გადაწყვიტა, რომ საქართველო არ ჩაერეოდა რუსეთის სამოქალაქო ომში და შეეცდებოდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა ნებისმიერი ფასით. მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო შეცდომა. რატომ? რადგან ნეიტრალიტეტი არ იყო ვარიანტი იმ დროს. რუსეთის სამოქალაქო ომი იყო ომი, რომელიც განსაზღვრავდა მთელი რეგიონის მომავალს. და თუ საქართველო არ აირჩევდა მხარეს, მაშინ ორივე მხარე ხედავდა საქართველოს როგორც მტერს. თეთრები ხედავდნენ საქართველოს როგორც ღალატს, რადგან საქართველო არ უჭერდა მათ მხარს. ბოლშევიკები ხედავდნენ საქართველოს როგორც ბურჟუაზიულ რესპუბლიკას, რომელიც უნდა განადგურებულიყო. და ბრიტანელები ხედავდნენ საქართველოს როგორც არასანდო მოკავშირეს, რომელიც არ იყო მზად იბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1919 წლის განმავლობაში ნოე ჟორდანია ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს ნეიტრალიტეტი. იგი ცდილობდა მოელაპარაკებინა ყველასთან, თეთრებთან, ბოლშევიკებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, გერმანელებთან. იგი ცდილობდა მიეღო საერთაშორისო აღიარება საქართველოსთვის. და 1919 წლის იანვარში მან მიაღწია დიდ წარმატებას, პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო უდიდესი მიღწევა. ეს ნიშნავდა, რომ საქართველო იყო აღიარებული როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიოს უდიდესი ძალების მიერ. მაგრამ ეს აღიარება იყო მხოლოდ დე ფაქტო, არა დე იურე. ეს ნიშნავდა, რომ საქართველო იყო აღიარებული როგორც ფაქტობრივად დამოუკიდებელი, მაგრამ არა იურიდიულად. და ეს იყო პრობლემა. რადგან დე ფაქტო აღიარება არ იძლეოდა საქართველოს სრულ დაცვას. თუ რუსეთი თავს დაესხმებოდა საქართველოს, მაშინ დასავლეთი არ იყო ვალდებული დაეცვა საქართველო. და ნოე ჟორდანია იცოდა ეს. იგი იცოდა, რომ დე ფაქტო აღიარება იყო არასაკმარისი. მაგრამ იგი ასევე იცოდა, რომ ეს იყო ყველაფერი, რაც მას შეეძლო მიეღო იმ მომენტში. 1920 წლის განმავლობაში სიტუაცია საქართველოში გაუარესდა. ეკონომიკა იყო კოლაფსში. ხალხი იყო უფრო და უფრო უკმაყოფილო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რუსეთში ბოლშევიკები იგებდნენ სამოქალაქო ომს. 1920 წლის ბოლოსთვის თეთრები იყვნენ დამარცხებულნი და ბოლშევიკები აკონტროლებდნენ თითქმის მთელ რუსეთს. ეს ნიშნავდა, რომ საქართველო იყო შემდეგი. ბოლშევიკები არ აპირებდნენ დაეტოვებინათ საქართველო დამოუკიდებელი. ისინი სჯეროდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ნაწილი საბჭოთა რუსეთისა. და ისინი იყვნენ მზად გამოეყენებინათ ძალა ამის მისაღწევად. ნოე ჟორდანია იცოდა, რომ საფრთხე მოდიოდა. მაგრამ რა შეეძლო გაეკეთებინა? საქართველოს არმია იყო სუსტი. ეკონომიკა იყო ნანგრევებში. საერთაშორისო მხარდაჭერა იყო არასაკმარისი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ნოე ჟორდანია ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ შეეძლო მოელაპარაკებინა ბოლშევიკებთან. იგი სჯეროდა, რომ ბოლშევიკები იყვნენ რაციონალური ადამიანები და რომ თუ საქართველო შესთავაზებდა მათ რაღაცას, მაშინ ბოლშევიკები დატოვებდნენ საქართველოს მშვიდობაში. მაგრამ ეს იყო ილუზია, რომელიც ღირდა საქართველოს დამოუკიდებლობას. 1920 წლის მაისში ნოე ჟორდანიამ გაგზავნა დელეგაცია მოსკოვში, რომელმაც მოლაპარაკება დაიწყო ბოლშევიკებთან.
და 1920 წლის მაისის მე-7-ს საქართველომ და საბჭოთა რუსეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ვპირდებოდა, რომ არ ჩაერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში. ეს იყო დიდი გამარჯვება ნოე ჟორდანიასთვის. ან ასე ეგონა მას. მაგრამ ეს ხელშეკრულება იყო ტყუილი. ბოლშევიკები არ აპირებდნენ პატივს სცემდნენ ამ ხელშეკრულებას. ისინი აფორმებდნენ ამ ხელშეკრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ სჭირდებოდათ დრო რომ დაემთავრებინათ სამოქალაქო ომი რუსეთში და შემდეგ მოემზადებინათ შეჭრისთვის საქართველოში. და ნოე ჟორდანია არ ხედავდა ამას. იგი სჯეროდა, რომ ხელშეკრულება იყო რეალური, რომ ბოლშევიკები პატივს სცემდნენ მას და რომ საქართველო იყო უსაფრთხო. ეს იყო მისი უდიდესი შეცდომა. 1921 წლის იანვარში, 9 თვის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ნოე ჟორდანიას მოვიდა ინფორმაცია, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. მისმა დაზვერვამ შეიტყო, რომ ბოლშევიკები ემზადებოდნენ შეჭრისთვის საქართველოში. ისინი აგროვებდნენ ჯარებს საზღვარზე, ამზადებდნენ იარაღს და გეგმავდნენ ოპერაციას. ნოე ჟორდანია იყო შოკში. როგორ შეეძლო ბოლშევიკებს ეს? ისინი ხომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას? ისინი ხომ აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა? მაგრამ ნოე ჟორდანია სწრაფად გაიგო, რომ ბოლშევიკებისთვის ხელშეკრულებები არაფერს ნიშნავდა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ძალა და რევოლუცია. ნოე ჟორდანიამ დაუყოვნებლივ გამოიძახა საგანგებო სხდომა მთავრობისა. იგი უთხრა მინისტრებს, რომ საქართველო იყო საფრთხეში და რომ ისინი უნდა მოემზადებინათ თავდაცვისთვის. მაგრამ რა შეეძლო გაეკეთებინათ? საქართველოს არმია იყო მხოლოდ 30,000 კაცი, არმია, რომელიც იყო ცუდად აღჭურვილი, ცუდად მომზადებული და ცუდად მოტივირებული. ბოლშევიკების არმია იყო 100,000 კაცი, არმია, რომელიც იყო გამოცდილი, კარგად აღჭურვილი და მზად იბრძოლა. როგორ შეეძლო საქართველოს წინააღმდეგობა გაეწია? ნოე ჟორდანიამ გადაწყვიტა სცადა ბოლო შანსი. იგი გაგზავნა სასტრაფო მესიჯები დასავლეთის ქვეყნებში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში. იგი ითხოვდა დახმარებას, ითხოვდა ჯარებს, ითხოვდა იარაღს. მაგრამ პასუხი იყო ყოველთვის იგივე, არა. დასავლეთი არ იყო მზად იბრძოლა საქართველოსთვის. დასავლეთი იყო დაღლილი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. დასავლეთი არ სჯეროდა, რომ საქართველო იყო ღირებული იმისა, რომ ებრძოლა ბოლშევიკებთან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დასავლეთი იწყებდა მოლაპარაკებას საბჭოთა რუსეთთან და არ სურდა გაფუჭებულიყო ეს ურთიერთობები საქართველოს გამო. ნოე ჟორდანია იყო მარტო. იგი იცოდა, რომ საქართველო იყო მარტო. და იგი იცოდა, რომ ბოლშევიკები მოდიოდნენ. მაგრამ რა შეეძლო გაეკეთებინა? დაეტოვებინა ხელისუფლება და გაქცეულიყო. თუ დარჩენილიყო და ებრძოლა ბოლომდე? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი არ ჰქონდა. და ეს იყო კითხვები, რომლებიც დევნიდა მას ყოველ ღამე, როცა იგი ცდილობდა დაძინებულიყო, მაგრამ ვერ შეეძლო. 1921 წლის თებერვლის მე-11-ს ღამით ნოე ჟორდანიას მოვიდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებდა მის ყველაზე უარეს შიშს. ბოლშევიკების არმია გადალახა საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. შეჭრა დაიწყო. და ნოე ჟორდანია იცოდა, რომ ეს იყო დასასრული. მაგრამ რატომ ნოე ჟორდანია ვერ მოემზადა ამ შეჭრისთვის? რატომ საქართველოს არმია იყო ასე სუსტი? და რატომ, როცა ბოლშევიკები მოვიდნენ, ქართველი ხალხი არ იბრძოდა? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში იმ 3 წლის განმავლობაში, როცა ნოე ჟორდანია მართავდა ქვეყანას და ცდილობდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. გაგრძელება 1921 წლის თებერვლის მე-12-ს, დილით, თბილისის ქუჩებში გავრცელდა ხმები, რომლებიც აშფოთებდა ყველას. ბოლშევიკების არმია უახლოვდებოდა დედაქალაქს. ხალხი გამოდიოდა სახლებიდან და ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ჭორები. რომ ბოლშევიკები არ მოვიდოდნენ. სხვები ემზადებოდნენ გაქცევისთვის. მაგრამ უმეტესობა უბრალოდ იდგა და ელოდა იმას, რასაც მათი ლიდერი, ნოე ჟორდანია გააკეთებდა. მაგრამ ნოე ჟორდანია თავად არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. იგი იჯდა თავის ოფისში, მთავრობის შენობაში და უყურებდა რუკას, რომელზეც წითელი ისრები აჩვენებდა ბოლშევიკების არმიის მოძრაობას. ისრები მოდიოდნენ ყველა მხრიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან. საქართველო იყო გარშემორტყმული.
და ნოე ჟორდანია იცოდა, რომ ეს იყო დასასრული. იმ დღეს ნოე ჟორდანიამ მოიწვია თავისი უახლოესი მრჩევლები და გენერლები. იგი ჰკითხა მათ, რა შანსი ჰქონდა საქართველოს. შეეძლო თუ არა საქართველოს არმიას წინააღმდეგობა გაეწია ბოლშევიკებს? გენერლების პასუხი იყო გულწრფელი და საშინელი, არა. საქართველოს არმია იყო ძალიან სუსტი. ჯარისკაცები იყვნენ დაღლილნი, დემორალიზებულნი და არ სჯეროდათ, რომ შეეძლოთ გამარჯვება. იარაღი იყო ძველი და არასაკმარისი. ტანკები არ იყო. თვითმფრინავები არ იყო. артиллерია იყო მწირი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ხალხი არ იყო მზად იბრძოლა. 3 წლის განმავლობაში ნოე ჟორდანიას მთავრობამ ვერ შეძლო შექმნა ძლიერი ეროვნული იდენტობა, ვერ შეძლო შთააგონა ხალხს, რომ იბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ხალხი იყო გაყოფილი, უკმაყოფილო და ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ შეიძლება ბოლშევიკები იყვნენ უკეთესი ვარიანტი. ნოე ჟორდანია მოისმინა ეს სიტყვები და გაიგო, რომ ყველაფერი დაკარგული იყო. მაგრამ იგი არ იყო მზად დანებებულიყო. იგი გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა ებრძოლა, ებრძოლა არა იმიტომ, რომ ჰქონდა შანსი გაემარჯვებინა, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო სწორი. იგი გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა ეჩვენებინა მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არ იყო მზად უბრალოდ დანებებულიყო. იგი გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა იბრძოლა ბოლომდე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ემოციური, არა რაციონალური. და ეს გადაწყვეტილება ღირდა ბევრ ადამიანს სიცოცხლეს. 1921 წლის თებერვლის 13-დან 18-ის ჩათვლით საქართველოს არმია ცდილობდა შეეჩერებინა ბოლშევიკების წინსვლა. იყო ბრძოლები თბილისის გარეუბანში, იყო ბრძოლები გორში, იყო ბრძოლები ქუთაისში. მაგრამ ყველა ეს ბრძოლა იყო უიმედო. ბოლშევიკების არმია იყო ძალიან ძლიერი. ისინი ჰქონდათ ტანკები, ჰქონდათ თვითმფრინავები, ჰქონდათ артиллерია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ისინი ჰქონდათ გამოცდილება. ეს იყო არმია, რომელიც იბრძოდა 3 წლის განმავლობაში სამოქალაქო ომში და იცოდა როგორ მოეგო. საქართველოს არმია არ ჰქონდა ეს გამოცდილება. და ეს ჩანდა ბრძოლებში. 1921 წლის თებერვლის 18-ს საღამოს ნოე ჟორდანიამ მიიღო ინფორმაცია, რომელმაც დაასრულა ყველა იმედი. ბოლშევიკების არმია შემოვიდა თბილისში. დედაქალაქი დაეცა. საქართველოს მთავრობას მოუჭია გაქცევა. ნოე ჟორდანია და მისი მინისტრები გაიქცნენ ბათუმში, ერთადერთ ქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ იყო საქართველოს კონტროლში. მაგრამ ისინი იცოდნენ, რომ ბათუმიც დაეცემოდა. ეს იყო მხოლოდ დროის საკითხი. ბათუმში ნოე ჟორდანია ცდილობდა ორგანიზება გაეკეთებინა წინააღმდეგობისთვის. იგი ცდილობდა შეეგროვებინა დარჩენილი ჯარები, ცდილობდა მოელაპარაკებინა თურქეთთან დახმარებისთვის, ცდილობდა კიდევ ერთხელ მიემართა დასავლეთისთვის. მაგრამ ყველაფერი იყო უშედეგო. თურქეთი არ იყო მზად ჩაერეოდა. დასავლეთი კვლავ უარს ამბობდა დახმარებაზე. და ჯარები იყვნენ ისე დემორალიზებულნი, რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ტოვებდა პოზიციებს და მიდიოდა სახლში. 1921 წლის მარტის 18-ს ნოე ჟორდანიამ მიიღო ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას სამუდამოდ. იგი გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა დატოვოს ქვეყანა. იგი გადაწყვიტა, რომ ისინი უნდა გაქცეულიყვნენ ევროპაში და იქიდან გაეგრძელებინათ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება. ეს ნიშნავდა, რომ ნოე ჟორდანია ტოვებდა საკუთარ ხალხს, რომელიც ენდობოდა მას, რომელიც სჯეროდა მას და რომელიც ახლა რჩებოდა მარტო ბოლშევიკების ხელში. მაგრამ ნოე ჟორდანია სჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. იგი სჯეროდა, რომ თუ იგი დარჩებოდა, მაშინ ბოლშევიკები დააპატიმრებდნენ მას ან მოკლავდნენ და მაშინ საქართველოს აღარ ჰქონდა ლიდერი, რომელიც იბრძოლებდა დამოუკიდებლობისთვის. 1921 წლის მარტის 21-ს ნოე ჟორდანია და საქართველოს მთავრობის წევრები ავიდნენ იტალიურ გემზე, რომელიც მიდიოდა კონსტანტინოპოლში. ისინი უყურებდნენ, როგორ შორდებოდა ბათუმის სანაპირო. ისინი უყურებდნენ, როგორ ქრებოდა საქართველო ჰორიზონტზე. და ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო დასასრული იმოცნებისა, რომელიც დაიწყო 1918 წლის მაისის 26-ს, როცა ისინი გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. 3 წლის განმავლობაში ნოე ჟორდანია ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს დამოუკიდებლობა. მაგრამ ახლა ყველაფერი იყო დაკარგული. გემზე ნოე ჟორდანია იჯდა მარტო თავის კაბინაში და ფიქრობდა. იგი ფიქრობდა იმაზე, რა შეცდომები დაუშვა.
იგი ფიქრობდა იმაზე, რა შეეძლო გაეკეთებინა სხვაგვარად. და იგი ფიქრობდა იმაზე, რატომ ჩაიშალა ყველაფერი. იყო თუ არა ეს მისი ბრალი? თუ იყო ეს ისტორიის გარდაუვალობა? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი არ ჰქონდა. და ეს იყო კითხვები, რომლებიც დევნიდა მას დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ რომ გავიგოთ, რატომ ჩაიშალა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ უკან, დაუბრუნდეთ იმ 3 წელს. როცა ნოე ჟორდანია მართავდა ქვეყანას. რა ხდებოდა იმ 3 წლის განმავლობაში? რა პრობლემები ჰქონდა საქართველოს? და რატომ ნოე ჟორდანია ვერ გადაჭრა ეს პრობლემები? პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა იყო ეკონომიკა. საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც იყო გაჭირვებაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკა იყო ნანგრევებში. ქარხნები არ მუშაობდნენ. სოფლის მეურნეობა იყო დაქვეითებული. ვაჭრობა იყო შეჩერებული. და ხალხი იყო მშიერი. ნოე ჟორდანიას მთავრობა ცდილობდა გადაეჭრა ეს პრობლემები. ისინი ცდილობდნენ აღედგინათ ქარხნები, ცდილობდნენ დაეხმარათ ფერმერებს, ცდილობდნენ გაეხსნათ ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან. მაგრამ ყველაფერი იყო რთული. საქართველოს არ ჰქონდა ფული. არ ჰქონდა რესურსები. და არ ჰქონდა გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართოს ეკონომიკა. ნოე ჟორდანია სჯეროდა სოციალისტურ იდეებს. იგი სჯეროდა, რომ სახელმწიფო უნდა აკონტროლოს ეკონომიკა, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ღარიბებს. და რომ სახელმწიფო უნდა შექმნას თანასწორი საზოგადოება. ამიტომ მისმა მთავრობამ დაიწყო რეფორმები, რომლებიც უნდა გადაენაწილებინა მიწა ღარიბ ფერმერებზე, რეფორმები, რომლებიც უნდა გაეზარდა მუშების ხელფასები, რეფორმები, რომლებიც უნდა შექმნა სოციალური დაცვის სისტემა. ეს იყო პროგრესული იდეები, რომლებიც იყვნენ წინ თავის დროზე. მაგრამ ეს იდეები არ მუშაობდა პრაქტიკაში. რატომ? რადგან საქართველოს არ ჰქონდა ფული ამ რეფორმების განსახორციელებლად. მიწის გადანაწილება ნიშნავდა, რომ სახელმწიფო უნდა ყიდულობდა მიწა მდიდარი მიწათმფლობელებისგან და გადაეცა იგი ღარიბ ფერმერებს. მაგრამ სახელმწიფოს არ ჰქონდა ფული ამის გასაკეთებლად. ხელფასების გაზრდა ნიშნავდა, რომ ქარხნები უნდა გადაეხადათ მეტი ფული მუშებს. მაგრამ ქარხნები თავად იყვნენ გაჭირვებაში და არ შეეძლოთ ამის გაკეთება. სოციალური დაცვის სისტემის შექმნა ნიშნავდა, რომ სახელმწიფომ უნდა გადაეხადა ფული ყველა მოქალაქეს, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება. მაგრამ სახელმწიფოს არ ჰქონდა ფული ამისთვის. შედეგად ნოე ჟორდანიას რეფორმები ვერ განხორციელდა სრულად. ზოგიერთი რეფორმა განხორციელდა ნაწილობრივ, ზოგიერთი საერთოდ არ განხორციელდა. და ხალხი იყო უკმაყოფილო. ღარიბები იყვნენ უკმაყოფილონი, რადგან არ მიიღეს ის, რაც მათ დაპირდათ. მდიდრები იყვნენ უკმაყოფილონი, რადგან მათ წაართვეს ნაწილი მათი ქონებისა. მუშები იყვნენ უკმაყოფილონი, რადგან მათი ხელფასები არ გაიზარდა საკმარისად. ფერმერები იყვნენ უკმაყოფილონი, რადგან არ მიიღეს საკმარისი მიწა. და ყველა ადანაშაულებდა ნოე ჟორდანიას. მეორე დიდი პრობლემა იყო პოლიტიკური გაყოფა. საქართველო არ იყო ერთიანი. იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა ხედვები საქართველოს მომავლისთვის. ნოე ჟორდანიას პარტია, სოციალ-დემოკრატები, მენშევიკები, იყო ხელისუფლებაში. მაგრამ იყო სხვა პარტიებიც, ნაციონალისტები, რომლებიც სჯეროდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ეთნიკურად ქართული ქვეყანა და რომ უმცირესობებს არ უნდა ჰქონდათ იგივე უფლებები. იყო კონსერვატორები, რომლებიც სჯეროდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ტრადიციული, რელიგიური ქვეყანა. იყო ბოლშევიკები, რომლებიც სჯეროდნენ, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ნაწილი საბჭოთა რუსეთისა. და ყველა ეს პარტია იბრძოდა ერთმანეთთან. ნოე ჟორდანია ცდილობდა შეენარჩუნებინა ერთიანობა. იგი ცდილობდა მოელაპარაკებინა ყველა პარტიასთან, ცდილობდა შექმნა კოალიცია, ცდილობდა დაეთანხმებინა ყველა ერთ საერთო მიზანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე. მაგრამ ეს იყო რთული. პარტიები არ სჯეროდნენ ერთმანეთს. ისინი ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ყველა პრობლემაში. და ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ზოგჯერ ფიზიკურადაც. იყო შემთხვევები, როცა სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერები ებრძოდნენ ქუჩებში. იყო შემთხვევები, როცა პოლიტიკური ლიდერები ემუქრებოდნენ ერთმანეთს. და ყველა ეს ქმნიდა ქაოსს, რომელიც ასუსტებდა საქართველოს. მესამე დიდი პრობლემა იყო ეროვნული უმცირესობები. საქართველო არ იყო ეთნიკურად ერთიანი ქვეყანა.
იქ ცხოვრობდნენ ქართველები, მაგრამ ასევე ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრაელები და სხვა ეროვნებები. ნოე ჟორდანიას კონსტიტუცია იძლეოდა ყველა ამ უმცირესობას თანაბარ უფლებებს. მაგრამ რეალობაში ბევრი ქართველი არ იყო კმაყოფილი ამით. ისინი სჯეროდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ქართული ქვეყანა და რომ უმცირესობებს არ უნდა ჰქონდათ იგივე უფლებები. ეს ქმნიდა დაძაბულობას, რომელიც ზოგჯერ გადადიოდა ძალადობაში. იყო შემთხვევები, როცა ქართველები თავს ესხმოდნენ სომხებს. იყო შემთხვევები, როცა აზერბაიჯანელები თავს ესხმოდნენ ქართველებს. იყო შემთხვევები, როცა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ებრძოდნენ ერთმანეთს ტერიტორიების გამო. და ნოე ჟორდანიას მთავრობა ცდილობდა შეეჩერებინა ეს ძალადობა, მაგრამ ვერ ახერხებდა. პოლიცია იყო სუსტი. არმია იყო დაკავებული საზღვრების დაცვით. და ხალხი არ ენდობოდა მთავრობას. მეოთხე დიდი პრობლემა იყო რელიგია. საქართველო იყო ტრადიციულად მართლმადიდებლური ქვეყანა. ეკლესია ჰქონდა დიდი გავლენა ხალხზე. მაგრამ ნოე ჟორდანია იყო სოციალისტი, ადამიანი, რომელიც სჯეროდა, რომ რელიგია უნდა ყოფილიყო გამოყოფილი სახელმწიფოსგან. ამიტომ მისმა მთავრობამ დაიწყო რეფორმები, რომლებიც ამცირებდა ეკლესიის გავლენას. ეკლესიას წაართვეს ნაწილი მისი ქონებისა. ეკლესიას აღარ ჰქონდა კონტროლი განათლებაზე. ეკლესიას აღარ ჰქონდა პოლიტიკური ძალაუფლება. ეს იყო პროგრესული რეფორმები, მაგრამ ისინი გააბრაზეს ბევრი ადამიანები, რომლებიც სჯეროდნენ, რომ ეკლესია უნდა ყოფილიყო ცხოვრების ცენტრში. შედეგად, ეკლესია გახდა ოპოზიციაში ნოე ჟორდანიას მთავრობის მიმართ. უდლები ქადაგებდნენ ეკლესიებში, რომ ნოე ჟორდანია იყო ღვთისმტერი, რომ მისი რეფორმები იყო ცოდვა და რომ ხალხმა უნდა აჯანყდეს მის წინააღმდეგ. ეს ქმნიდა კიდევ ერთ გაყოფას საზოგადოებაში, გაყოფას, რომელიც ასუსტებდა საქართველოს. მეხუთე დიდი პრობლემა იყო არმია. საქართველოს არმია იყო სუსტი, ძალიან სუსტი, რომ დაეცვა ქვეყანა. რატომ? რადგან ნოე ჟორდანია არ სჯეროდა ძლიერ არმიას. იგი სჯეროდა დემოკრატიას, დიპლომატიას, მოლაპარაკებას. იგი სჯეროდა, რომ საქართველო შეეძლო გადარჩენა არა ძალით, არამედ ჭკვიანი პოლიტიკით. ამიტომ იგი არ ხარჯავდა საკმარის ფულს არმიაზე. იგი არ ქმნიდა ძლიერ სამხედრო ინდუსტრიას. იგი არ ამზადებდა ხალხს ომისთვის. და როცა ბოლშევიკები მოვიდნენ, საქართველოს არმია არ იყო მზად. მაგრამ იყო კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც იყო შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იყო ნოე ჟორდანიას პიროვნება. ნოე ჟორდანია იყო იდეალისტი. იგი სჯეროდა იდეებს, სჯეროდა პრინციპებს, სჯეროდა, რომ სამყარო უნდა ყოფილიყო სამართლიანი. მაგრამ სამყარო არ იყო სამართლიანი. სამყარო იყო სასტიკი, იყო ძალადობრივი, იყო ადგილი, სადაც ძლიერი ჭამდა სუსტს. და ნოე ჟორდანია არ იყო მზად ამ რეალობისთვის. იგი არ იყო მზად გამოეყენებინა ძალა. იგი არ იყო მზად გაეკეთებინა რაღაცები, რომლებიც იყო არაეთიკური, მაგრამ აუცილებელი გადარჩენისთვის. იგი არ იყო მზად გახდომოდა დიქტატორი, რომ გადაერჩინა საქართველო. და ეს იყო მისი ძლიერება და მისი სისუსტე. მისი ძლიერება იყო, რომ იგი იყო პრინციპული ადამიანი, რომელიც არასოდეს ღალატობდა თავის იდეებს. მისი სისუსტე იყო, რომ იგი არ იყო პრაგმატული, არ იყო მზად გაეკეთებინა ის, რაც იყო აუცილებელი. მაგრამ არა იდეალური. და ეს სისუსტე ღირდა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაგრამ იყო თუ არა სხვა გზა? შეეძლო თუ არა ნოე ჟორდანიას გადაერჩინა საქართველო? ეს არის კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები კამათობენ დღემდე. ზოგიერთი ამბობს, რომ თუ ნოე ჟორდანია შექმნიდა ძლიერ არმიას, თუ იგი მოელაპარაკებდა თეთრებთან, თუ იგი მოითხოვდა მეტ დახმარებას დასავლეთისგან, მაშინ საქართველო შეიძლება გადარჩენილიყო. სხვები ამბობენ, რომ არა, რომ საქართველო იყო ძალიან სუსტი, ძალიან მარტო, ძალიან გარშემორტყმული მტრებით, რომ გადარჩენილიყო. რომ ბოლშევიკები იყვნენ ძალიან ძლიერნი და რომ არაფერი შეეძლო შეეჩერებინა ისინი. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ნოე ჟორდანია გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. იგი არ იყო სრულყოფილი. იგი დაუშვა შეცდომები. მაგრამ იგი ასევე იყო ადამიანი, რომელიც სჯეროდა საქართველოს, რომელიც იბრძოდა საქართველოსთვის და რომელიც არასოდეს დანებდა. და ეს არის ის, რაც ხდის მას გმირს, არა იმიტომ, რომ მან მოიგო, არამედ იმიტომ, რომ მან არასოდეს შეწყვიტა ბრძოლა.
1921 წლის მარტის 21-ს, როცა ნოე ჟორდანია ტოვებდა საქართველოს, იგი იცოდა, რომ ეს არ იყო დასასრული. იგი იცოდა, რომ ბრძოლა გაგრძელდებოდა. იგი იცოდა, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ იქნებოდა თავისუფალი. და იგი იცოდა, რომ იგი გააგრძელებდა ბრძოლას ამ თავისუფლებისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ეს იყო მისი დაპირება, რომელიც იგი შეინარჩუნებდა დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. გემზე, რომელიც მიდიოდა კონსტანტინოპოლში, ნოე ჟორდანია დაწერა წერილი ქართულ ხალხს. ამ წერილში იგი წერდა: ჩვენ დავტოვეთ საქართველო, მაგრამ ჩვენ არ დავტოვეთ ბრძოლა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სადაც არ უნდა ვიყოთ. და ერთ დღეს ჩვენ დაუბრუნდებით თავისუფალ საქართველოში, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თავისუფალი, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი და სადაც ყველა მოქალაქე იქნება ბედნიერი. ეს არის ჩვენი ოცნება. და ეს ოცნება არასოდეს მოკვდება, მაგრამ ეს ოცნება არ განხორციელდა ნოე ჟორდანიას ცხოვრების განმავლობაში. იგი გაატარა დარჩენილი 30 წელი ემიგრაციაში, პირველ რიგში პარიზში, სადაც იგი აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას, წერდა სტატიებს, ხვდებოდა სხვა ემიგრანტებს და ცდილობდა შეენარჩუნებინა იმედი, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ იქნებოდა თავისუფალი. მაგრამ წლები გადიოდა და ეს იმედი სუსტდებოდა. ბოლშევიკები აყალიბებდნენ საბჭოთა კავშირს. საქართველო გახდა საბჭოთა საქართველო. და ნოე ჟორდანია ხედავდა, როგორ იცვლებოდა მისი საყვარელი ქვეყანა, როგორ ქრებოდა დემოკრატია, როგორ ქრებოდა თავისუფლება, როგორ ქრებოდა ყველაფერი, რისთვისაც იგი იბრძოდა. 1951 წლის იანვარის 11-ს ნოე ჟორდანია გარდაიცვალა პარიზში. იგი იყო 67 წლის. იგი გარდაიცვალა ემიგრაციაში, შორს საკუთარი ქვეყნისგან, შორს საკუთარი ხალხისგან. მაგრამ იგი არასოდეს დაივიწყა საქართველოს. მისი ბოლო სიტყვები იყო: საქართველო იქნება თავისუფალი. და ეს სიტყვები აღსრულდა, მაგრამ მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო კვლავ გახდა დამოუკიდებელი. დღეს, 100 წლის შემდეგ, ნოე ჟორდანიას მემორიალი დგას თბილისში. ხალხი მოდის იქ და იხსენებს მას, იხსენებს როგორც ადამიანს, რომელმაც შექმნა პირველი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც ადამიანს, რომელმაც იბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და როგორც ადამიანს, რომელმაც არასოდეს დანებდა. მაგრამ ხალხი ასევე კამათობს მის მემკვიდრეობაზე. იყო თუ არა იგი დიდი ლიდერი? თუ იყო იგი სუსტი პოლიტიკოსი? შეეძლო თუ არა მას გადაერჩინა საქართველო? ეს არის კითხვები, რომლებზეც არ არსებობს ერთი პასუხი. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი: ნოე ჟორდანიას ისტორია არის ისტორია ადამიანის შესახებ, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა სწორი რამ რთულ დროში. იგი არ იყო სრულყოფილი. იგი დაუშვა შეცდომები. მაგრამ იგი ასევე იყო ადამიანი, რომელიც ჰქონდა ხედვა თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორი საქართველოსი. და ეს ხედვა მიუხედავად ყველა წარუმატებლობისა გადარჩა იმ ადამიანებში, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. გადარჩა იმ ადამიანებში, რომლებიც სჯეროდნენ დემოკრატიას. და გადარჩა იმ ადამიანებში, რომლებიც დღესაც ცხოვრობენ საქართველოში და ცდილობენ ააშენონ ქვეყანა, რომელიც იქნება თავისუფალი, დემოკრატიული და თანასწორი. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის იდეები გადარჩეს მაშინაც კი, როცა თავად ადამიანი წააგებს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ბრძოლა გახდეს შთაგონება მთელი ერისთვის. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ოცნება გახდეს რეალობა, მაშინაც კი, როცა ეს მოითხოვს 100 წელს. მაგრამ რა შეიძლება ვისწავლოთ ნოე ჟორდანიას ისტორიიდან? რა გაკვეთილები შეიძლება ავიღოთ მისი ცხოვრებიდან? პირველი გაკვეთილი არის ის, რომ იდეალიზმი მარტო არ არის საკმარისი. ნოე ჟორდანია იყო იდეალისტი, ადამიანი, რომელიც სჯეროდა დემოკრატიას, სამართლიანობას, თანასწორობას. მაგრამ იდეალიზმი უნდა იყოს შერწყმული პრაგმატიზმთან. ლიდერი უნდა იყოს არა მხოლოდ ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, არამედ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ხედვის განხორციელება რეალობაში. და ეს მოითხოვს არა მხოლოდ იდეებს, არამედ ძალას, სტრატეგიას და უნარს გააკეთოს რთული გადაწყვეტილებები. მეორე გაკვეთილი არის ის, რომ დემოკრატია მარტო არ არის საკმარისი. ნოე ჟორდანია შექმნა დემოკრატიულ რესპუბლიკას, სადაც იყო თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი პრესა, თანაბარი უფლებები. მაგრამ დემოკრატია არ შეიძლება გადარჩეს, თუ არ არის ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი ეკონომიკა.
ძლიერი არმია. დემოკრატია არის მკიფე სისტემა, რომელიც საჭიროებს დაცვას. და თუ ეს დაცვა არ არსებობს, მაშინ დემოკრატია იშლება. მესამე გაკვეთილი არის ის, რომ ლიდერი უნდა იყოს მზად გააკეთოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები. ნოე ჟორდანია ცდილობდა ყოფილიყო პოპულარული, ცდილობდა მოეწონა ყველას, ცდილობდა დაეკმაყოფილებინა ყველა. მაგრამ ეს შეუძლებელია. ლიდერი ზოგჯერ უნდა გააკეთოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ მოსწონს ხალხს, მაგრამ რომლებიც არის აუცილებელი ქვეყნის გადარჩენისთვის. და ნოე ჟორდანია არ იყო მზად ამისთვის. მეოთხე გაკვეთილი არის ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა არის კრიტიკული. ნოე ჟორდანია ცდილობდა მიეღო საერთაშორისო აღიარება და დახმარება, მაგრამ ვერ მიაღწია ამას სრულად. საქართველო დარჩა მარტო. და ეს მარტოობა გახდა მისი დაცემის მიზეზი. პატარა ქვეყნები, რომლებიც არიან გარშემორტყმულნი დიდი ძალების მიერ, საჭიროებენ მოკავშირეებს. ისინი საჭიროებენ დაცვას. და თუ ეს დაცვა არ არსებობს, მაშინ ისინი არიან დაუცველნი. მეხუთე გაკვეთილი არის ის, რომ ისტორია არის რთული. ნოე ჟორდანიას ისტორია არ არის მარტივი ისტორია გმირის ან ბოროტმოქმედის შესახებ. ეს არის ისტორია ადამიანის შესახებ, რომელიც იყო ორივე, გმირი და ტრაგიკული ფიგურა. ადამიანის შესახებ, რომელმაც გააკეთა დიდი რამეები, მაგრამ ასევე დაუშვა დიდი შეცდომები. და ეს არის ის, რაც ხდის მის ისტორიას ასე ღირებულს სწავლისთვის, რადგან ეს არის ისტორია რეალური ადამიანის შესახებ, არა მითის შესახებ. დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ ნოე ჟორდანიას ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც ცდილობდა შეექმნა რაღაც დიდი ქვეყანა, დიდი იდეა, დიდი მომავალი. იგი ვერ შეძლო ამის მიღწევა თავისი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ მისი იდეები გადარჩა. მისი ხედვა გადარჩა. და მისი ბრძოლა გადარჩა. და ეს არის ის, რაც ხდის მას გმირს, არა იმიტომ, რომ მან მოიგო, არამედ იმიტომ, რომ მან არასოდეს შეწყვიტა ბრძოლა იმისთვის, რასაც სჯეროდა. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შეცვალოს ისტორია, მაშინაც კი, როცა ეს ცვლილება არ არის ის, რასაც იგი აპირებდა. ნოე ჟორდანია შექმნა რესპუბლიკა, რომელიც გაგრძელდა მხოლოდ 3 წელი. მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში იგი აჩვენა ქართველ ხალხს, რომ დამოუკიდებლობა იყო შესაძლებელი. იგი აჩვენა, რომ დემოკრატია იყო შესაძლებელი. იგი აჩვენა, რომ საქართველოს შეეძლო ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა. და ეს იდეა თავისუფალი საქართველოსი გადარჩა ყველა რეპრესიის, ყველა ომის, ყველა ტრაგედიის მიუხედავად. გადარჩა და ერთ დღეს გახდა რეალობა. ასე რომ როცა ჩვენ ვფიქრობთ ნოე ჟორდანიაზე, ჩვენ არ უნდა ვფიქრობთ მასზე როგორც წარუმატებელ ლიდერზე. ჩვენ უნდა ვფიქრობთ მასზე როგორც ადამიანზე, რომელმაც დათესა თესლი, რომელიც გაიზარდა და გახდა ხე. ხე, რომელიც დღესაც დგას საქართველოში და აძლევს ჩრდილს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სჯერათ თავისუფლებას, დემოკრატიას და სამართლიანობას. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ჩვენი ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვიბრძვით ჩვენი ოცნებებისთვის, მაშინაც კი, როცა ყველაფერი არის ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ შეიძლება წავაგოთ. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვიმედოვნებთ, მაშინაც კი, როცა ყველაფერი ჩანს ვიმედოთ. ეს არის ნოე ჟორდანიას მემკვიდრეობა. და ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ღირს დასამახსოვრებლად გაგრძელება ემიგრაციაში, პარიზში, ნოე ჟორდანია ცხოვრობდა მწირ პირობებში. ადამიანი, რომელიც ოდესღაც მართავდა მთელ ქვეყანას, ახლა ცხოვრობდა პატარა ბინაში, რომელსაც უჭირდა გადაეხადა ქირა. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს შეწყვიტა მუშაობა. ყოველ დილას იგი იჯდა თავის მაგიდასთან და წერდა სტატიებს, წერდა წიგნებს, წერდა წერილებს. იგი წერდა საქართველოს შესახებ. წერდა დემოკრატიის შესახებ, წერდა იმის შესახებ, თუ რატომ ჩაიშალა პირველი რესპუბლიკა და რა უნდა გაკეთებულიყო სხვაგვარად. ეს იყო მისი გზა ბრძოლის გაგრძელებისა, არა იარაღით, არამედ სიტყვებით. პარიზში ნოე ჟორდანია შექმნა საქართველოს ემიგრანტული მთავრობა გადასახლებაში, რომელიც არ მართავდა არავითარ ტერიტორიას, მაგრამ რომელიც აგრძელებდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაცვას. ეს მთავრობა შედგებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაიქცნენ საქართველოდან 1921 წელს. ისინი იყვნენ ძველი მინისტრები, ძველი დეპუტატები, ძველი ჯარისკაცები. ისინი ხვდებოდნენ პატარა ოთახებში, განიხილავდნენ საქართველოს მდგომარეობას, აგზავნიდნენ პროტესტის წერილებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ იმედი, რომ ერთ დღეს ისინი დაბრუნდებოდნენ.
მაგრამ წლები გადიოდა და ეს იმედი სუსტდებოდა. 1938 წელს საბჭოთა კავშირმა დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც საბოლოოდ აქცევდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკად. 1939 წელს სტალინმა, ქართველმა, რომელიც გახდა საბჭოთა კავშირის ლიდერი, დაიწყო დიდი ტერორი, რომელმაც მოკლა მილიონობით ადამიანი. 1990-იან წლებში საქართველოში მოხდა რეპრესიები, რომლებმაც განადგურა ათასობით ქართველი ადამიანები, რომლებიც ოდესღაც მხარს უჭერდნენ ნოე ჟორდანიას, ადამიანები, რომლებიც სჯეროდნენ დამოუკიდებლობას. ნოე ჟორდანია კითხულობდა ამ ამბებს პარიზულ გაზეთებში და მისი გული იმსხვრეოდა. იგი ხედავდა, როგორ ნადგურდებოდა ყველაფერი, რისთვისაც იგი იბრძოდა. იგი ხედავდა, როგორ ხდებოდა საქართველო ნაწილი საშინელი სისტემისა, რომელიც კლავდა თავის საკუთარ ხალხს, რომელიც ანადგურებდა კულტურას, რომელიც აქცევდა ადამიანებს მონებად. და იგი ადანაშაულებდა თავის თავს. იგი ფიქრობდა, შეიძლება თუ არა, რომ თუ იგი გაეკეთებინა რაღაცები სხვაგვარად, მაშინ ყველაფერი იქნებოდა განსხვავებული. შეიძლება თუ არა, რომ თუ იგი შექმნიდა ძლიერ არმიას, თუ იგი იბრძოლებდა უფრო მკაცრად, თუ იგი არ ენდობოდა ბოლშევიკებს, მაშინ საქართველო გადარჩებოდა. ეს კითხვები დევნიდა მას ყოველ ღამე. იგი ვერ ძინავდა. იგი ატარებდა საათებს ფანჯრის წინ, უყურებდა პარიზის ქუჩებს და ფიქრობდა საქართველოზე, რომელიც იყო ასე შორს, მაგრამ ასე ახლოს მის გულში. იგი ფიქრობდა თავის ოჯახზე, რომელიც დარჩა საქართველოში. იგი ფიქრობდა თავის მეგობრებზე, რომლებიც დარჩნენ. იგი ფიქრობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ენდობოდნენ მას და რომლებიც ახლა იტანჯებოდნენ საბჭოთა რეჟიმის ქვეშ. და იგი ფიქრობდა, იყო თუ არა ეს მისი ბრალი. 1990-იან წლებში ნოე ჟორდანიამ დაიწყო წიგნის წერა, წიგნისა, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი მემუარები, მისი ახსნა იმისა, რა მოხდა საქართველოში. ამ წიგნში იგი წერდა ყველაფერს, წერდა თავის ბავშვობაზე ლანჩხუთში. წერდა თავის სწავლაზე თბილისის სემინარიაში, წერდა თავის პოლიტიკურ კარიერაზე, წერდა დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, წერდა იმ 3 წელზე, როცა იგი მართავდა საქართველოს და წერდა ბოლშევიკების შეჭრაზე. მაგრამ ყველაზე მეტად იგი წერდა თავის შეცდომებზე. ამ წიგნში ნოე ჟორდანია აღიარებდა, რომ მან დაუშვა შეცდომები. იგი აღიარებდა, რომ არ შექმნა საკმარისად ძლიერი არმია. იგი აღიარებდა, რომ ძალიან ენდობოდა ბოლშევიკებს. იგი აღიარებდა, რომ ვერ შეძლო ხალხის გაერთიანება. იგი აღიარებდა, რომ ვერ შეძლო ეკონომიკის აღდგენა. მაგრამ იგი ასევე წერდა, რომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. იგი წერდა, რომ იბრძოდა ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი. იგი წერდა, რომ არასოდეს დანებდა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი ჩანდა უიმედოდ. და იგი წერდა, რომ მისი ერთადერთი ბრალი იყო ის, რომ იგი სჯეროდა დემოკრატიას, სჯეროდა სამართლიანობას, სჯეროდა, რომ სამყარო შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. ეს წიგნი არასოდეს დასრულებულა. ნოე ჟორდანია გარდაიცვალა 1951 წელს, სანამ მას შეეძლო დაემთავრებინა იგი. მაგრამ ის, რაც დაწერა, გადარჩა. გადარჩა როგორც დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა ფიქრობდა ადამიანი, რომელმაც შექმნა და დაკარგა ქვეყანა. დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორია იყო ლიდერობა რთულ დროში. დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორია იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა სწორი რამ, მაგრამ რომელიც ვერ შეძლო. ნოე ჟორდანიას დაკრძალვა მოხდა პარიზში, პატარა ქართულ ეკლესიაში. იქ მოვიდნენ რამდენიმე ათეული ადამიანი, ძველი ემიგრანტები, რომლებიც ასევე გაიქცნენ საქართველოდან, ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც დაიბადნენ ემიგრაციაში და რომლებიც არასოდეს უნახავთ საქართველო და რამდენიმე ფრანგი მეგობარი. ისინი იდგნენ ჩუმად, უსმენდნენ მღვდელს, რომელიც კითხულობდა ლოცვას და ფიქრობდნენ ამ ადამიანზე, რომელიც ცდილობდა შეექმნა რაღაც დიდი და რომელიც ვერ შეძლო. მაგრამ ნოე ჟორდანიას სიკვდილი არ იყო დასასრული მისი ისტორიისა. მისი იდეები გადარჩა. მისი ხედვა გადარჩა. და მისი ბრძოლა გადარჩა იმ ადამიანებში, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. 1945 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ბევრმა ქართველმა იმედოვნა, რომ დასავლეთი დაეხმარებოდა საქართველოს გათავისუფლებას საბჭოთა კავშირისგან. მაგრამ ეს არ მოხდა. დასავლეთი გახდა მოკავშირე საბჭოთა კავშირისა ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ და ომის შემდეგ დასავლეთი არ იყო მზად დაეწყო ახალი ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. 1950-იან და 50-იან წლებში, ცივი ომის დროს, ბევრმა ქართველმა კვლავ იმედოვნა. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ამერიკა და დასავლეთი დაეხმარებოდა საქართველოს.
მაგრამ ეს ასევე არ მოხდა. ცივი ომი იყო ომი, რომელიც არ იბრძოლებოდა ბარიკადებზე, არამედ დიპლომატიაში, ეკონომიკაში, კოსმოსში. და საქართველო რჩებოდა ნაწილი საბჭოთა კავშირისა. 1970-იან წლებში საქართველოში დაიწყო ახალი მოძრაობა, რომელიც მოითხოვდა მეტ თავისუფლებას, მეტ ავტონომიას, მეტ პატივისცემას ქართული კულტურისადმი. ეს მოძრაობა არ იყო რევოლუციური, ეს არ იყო მოძრაობა, რომელიც მოითხოვდა დამოუკიდებლობას. მაგრამ ეს იყო მოძრაობა, რომელიც აჩვენებდა, რომ ქართველი ხალხი არ დაივიწყა თავისუფლებას. რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო თავისუფალი. 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიწყო შლა, საქართველოში დაიწყო ახალი მოძრაობა, რომელიც ამჯერად მოითხოვდა სრულ დამოუკიდებლობას. 1999 წელს თბილისში მოხდა დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობდა ათასობით ადამიანი, რომლებიც მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას. საბჭოთა ჯარებმა თავს დაესხნენ დემონსტრანტებს და მოკლეს 21 ადამიანი. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. მაგრამ ეს ასევე იყო გარდამტეხი მომენტი. ამ ტრაგედიის შემდეგ ქართველი ხალხი გაიგო, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო მზად მისცა საქართველოს თავისუფლება მშვიდობიანად. და ქართველი ხალხი გადაწყვიტა, რომ იბრძოლებდა ამ თავისუფლებისთვის. 1990 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. და 1991 წლის აპრილის 19-ს საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 70 წლის შემდეგ იმ პირველი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რომელიც გააკეთა ნოე ჟორდანია. ეს იყო ისტორიული მომენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ ნოე ჟორდანიას ოცნება არ მომკვდარა. რომ ნოე ჟორდანიას იდეა თავისუფალი საქართველოსი გადარჩა ყველა რეპრესიის, ყველა ომის, ყველა ტრაგედიის მიუხედავად. მაგრამ ეს ახალი დამოუკიდებლობა არ იყო ადვილი. საქართველო შევიდა რთულ პერიოდში, რომელიც იყო სავსე ომებით, კონფლიქტებით, ეკონომიკური კრიზისებით. იყო ომი აფხაზეთში. იყო ომი სამხრეთ ოსეთში. იყო სამოქალაქო ომი. იყო ეკონომიკური კოლაფსი. და ბევრმა ადამიანმა დაიწყო კითხვა, იყო თუ არა ეს დამოუკიდებლობა ღირებული. იყო თუ არა უკეთესი, როცა საქართველო იყო ნაწილი საბჭოთა კავშირისა. ეს იყო იგივე კითხვები, რომლებიც ისმოდა 1921 წელს, როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში. და ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი არ იყო მარტივი. დამოუკიდებლობა არის ძვირფასი. დამოუკიდებლობა მოითხოვს მსხვერპლს. დამოუკიდებლობა მოითხოვს ბრძოლას. მაგრამ დამოუკიდებლობა ასევე არის ის, რაც აძლევს ერს აძლევს ერს თავისუფლებას, აძლევს ერს მომავალს. დღეს 100 წლის შემდეგ ნოე ჟორდანიას პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ საქართველო კვლავ არის დამოუკიდებელი. საქართველო კვლავ არის დემოკრატიული. საქართველო კვლავ იბრძვის თავისი მომავლისთვის. და როცა ქართველები ფიქრობენ თავიანთ ისტორიაზე, ისინი იხსენებენ ნოე ჟორდანიას, იხსენებენ როგორც ადამიანს, რომელმაც აჩვენა, რომ დამოუკიდებლობა იყო შესაძლებელი, როგორც ადამიანს, რომელმაც იბრძოლა ამ დამოუკიდებლობისთვის, და როგორც ადამიანს, რომელმაც არასოდეს დანებდა. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, რომ ისტორია არ არის წრფივი. ისტორია არის ციკლური. იდეები, რომლებიც ჩანს დამარცხებულად, შეიძლება აღდგეს. ოცნებები, რომლებიც ჩანს დაკარგულად, შეიძლება განხორციელდეს. და ბრძოლები, რომლებიც ჩანს წაგებულად, შეიძლება მოგებულ იქნეს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ, არამედ თაობების შემდეგ. ნოე ჟორდანია არ დაინახა თავისუფალი საქართველო თავის ცხოვრებაში. მაგრამ მისი შვილიშვილების თაობამ დაინახა. მისი შვილიშვილების შვილებმა დაინახეს. და ეს არის მისი ნამდვილი მემკვიდრეობა, არა ის, რომ მან შექმნა რესპუბლიკა, რომელიც გაგრძელდა მხოლოდ 3 წელი, არამედ ის, რომ მან დათესა იდეა, რომელიც გაგრძელდა 100 წელი და მეტი. როცა ჩვენ დღეს ვუყურებთ საქართველოს, ქვეყანას, რომელიც არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული, რომელიც ცდილობს ინტეგრირდეს ევროპაში, რომელიც ცდილობს ააშენოს უკეთესი მომავალი, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ნოე ჟორდანია. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მასთან. დაიწყო იმ ადამიანთან, რომელმაც სჯეროდა, რომ საქართველო შეეძლო ყოფილიყო თავისუფალი. დაიწყო იმ ადამიანთან, რომელმაც იბრძოლა ამ თავისუფლებისთვის. და დაიწყო იმ ადამიანთან, რომელმაც არასოდეს დანებდა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი იყო მის წინააღმდეგ. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ჩვენი გაკვეთილი. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ლიდერობა არის რთული.
გაკვეთილი იმის შესახებ, რომ დემოკრატია საჭიროებს დაცვას. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობა არის ძვირფასი. და გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ბრძოლა არასოდეს არის დასრულებული, რომ ყოველი თაობა უნდა იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის, ყოველი თაობა უნდა იცავდეს თავის დემოკრატიას, ყოველი თაობა უნდა აგრძელებდეს იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო ჩვენს წინამორბედებმა. ასე რომ როცა ჩვენ დღეს ვდგავართ თბილისში, ნოე ჟორდანიას ძეგლის წინ, ჩვენ არ უნდა ვიხსენებდეთ მას როგორც წარუმატებელ ლიდერს. ჩვენ უნდა ვიხსენებდეთ მას როგორც ადამიანს, რომელმაც გვიჩვენა გზა. გზა თავისუფლებისკენ. გზა დემოკრატიისკენ. გზა უკეთესი მომავლისკენ. და ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, ვაგრძელებთ თუ არა ჩვენ ამ გზას. ვიბრძვით თუ არა ჩვენ იმ იდეებისთვის, რომლებისთვისაც იბრძოდა ნოე ჟორდანია. ვიცავთ თუ არა ჩვენ იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც იგი იბრძოდა. ეს არის კითხვები, რომლებზეც ყოველი ქართველი უნდა უპასუხოს. და ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი განსაზღვრავს საქართველოს მომავალს. ნოე ჟორდანიას ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია წარსულის შესახებ. ეს არის ისტორია აწმყოსა და მომავლის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც ერი, რას ვსჯერით და რისთვის ვართ მზად ვიბრძოლოთ. ნოე ჟორდანია შექმნა რესპუბლიკას, რომელიც გაგრძელდა 3 წელი. მაგრამ იდეა, რომელიც მან დათესა, გაგრძელდა 100 წელი. და ეს იდეა თავისუფალი, დემოკრატიული და მოუკიდებელი საქართველოსი, არის იდეა, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ არსებობს ქართველი ხალხი. ეს არის ნოე ჟორდანიას ნამდვილი მემკვიდრეობა. და ეს არის მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. 1951 წლის იანვრის 11-ს, პარიზის პატარა ბინაში, ნოე ჟორდანია ჩუმად გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო ქართულად: საქართველო იქნება თავისუფალი. ოთახში იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, მისი ძველი მეგობარი, რომელიც ასევე გაიქცა საქართველოდან 21 წელს. ეს მეგობარი მოგვიანებით წერდა: ნოე ჟორდანია მოკვდა იმ რწმენით, რომ მისი ოცნება ერთ დღეს განხორციელდებოდა. იგი არასოდეს დაკარგა იმედი. მაგრამ რა იყო ეს იმედი? რა ხედავდა ნოე ჟორდანია, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ? და რატომ 20 წლის შემდეგ მისი სიკვდილისა მისი სიტყვები აღსრულდა? პარიზში, ნოე ჟორდანიას დაკრძალვაზე მოვიდა 50 ადამიანი. ისინი იყვნენ ძველი ემიგრანტები, ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც არასოდეს უნახავთ საქართველო და რამდენიმე ფრანგი მეგობარი. ბუდელმა წაიკითხა ლოცვა ქართულად და ფრანგულად. ხალხი იდგა ჩუმად და ფიქრობდა ამ ადამიანზე, რომელმაც შექმნა ქვეყანა და დაკარგა იგი 3 წელიწადში. ადამიანზე, რომელიც ცხოვრობდა 30 წელი ემიგრაციაში, მაგრამ არასოდეს დაივიწყა საქართველო. ადამიანზე, რომელიც მოკვდა იმ რწმენით, რომ მისი ბრძოლა არ იყო უშედეგო. დაკრძალვის შემდეგ ნოე ჟორდანიას მეგობრებმა შეიკრიბნენ მის ბინაში. ისინი ნახეს მისი მაგიდა, რომელზეც იყო დაწყებული წიგნი, დაუსრულებელი სტატიები, წერილები ქართველ ემიგრანტებს მთელ მსოფლიოში. ისინი ნახეს მისი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავდა ათასობით წიგნს საქართველოს ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის შესახებ. და ისინი ნახეს მისი ოთახის კედელზე ჩამოკიდებული რუკა საქართველოსი, რომელზეც ნოე ჟორდანია ყოველ დღეს უყურებდა და ფიქრობდა იმ ქვეყანაზე, რომელიც იყო ასე შორს, მაგრამ ასე ახლოს მის გულში. მაგრამ ნოე ჟორდანიას სიკვდილი არ იყო დასასრული მისი ისტორიისა. მისი იდეები გადარჩა იმ ადამიანებში, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბევრმა ქართველმა იმედოვნა, რომ დასავლეთი დაეხმარებოდა საქართველოს გათავისუფლებას. მაგრამ ეს არ მოხდა. ცივი ომი დაიწყო და საქართველო რჩებოდა საბჭოთა კავშირის ნაწილი. მაგრამ იდეა თავისუფლებისა არ მომკვდარა. იგი ცხოვრობდა საიდუმლოდ, გადაეცემოდა თაობიდან თაობაში, ელოდა თავის დროს. 1970-იან წლებში საქართველოში დაიწყო ახალი მოძრაობა. ეს არ იყო რევოლუციური მოძრაობა, ეს იყო კულტურული მოძრაობა, რომელიც მოითხოვდა მეტ პატივისცემას ქართული ენისადმი, ქართული კულტურისადმი, ქართული ისტორიისადმი. ახალგაზრდა ქართველები იწყებდნენ კითხვას: ვინ ვართ ჩვენ? რა არის ჩვენი ისტორია? რატომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი წარსულის შესახებ? და ისინი იწყებდნენ ძიებას იმ ისტორიისა, რომელიც იყო დამალული იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის. ამ ძიების დროს ახალგაზრდა ქართველები აღმოაჩინეს ნოე ჟორდანია. ისინი აღმოაჩინეს, რომ 1918 წელს საქართველო იყო დამოუკიდებელი.
ისინი აღმოაჩინეს, რომ საქართველოს ჰქონდა დემოკრატიული კონსტიტუცია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი პრესა. ისინი აღმოაჩინეს, რომ საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც აღიარებდა ქალების უფლებებს, უმცირესობების უფლებებს, მუშების უფლებებს. და ისინი დაიწყეს კითხვა, რატომ ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ? რატომ ეს ისტორია იყო დამალული? 1970-იან და 79-იან წლებში საქართველოში დაიწყო საიდუმლო წრეების შექმნა, წრეების, სადაც ახალგაზრდები კითხულობდნენ აკრძალულ წიგნებს, განიხილავდნენ საქართველოს ისტორიას, ფიქრობდნენ მომავალზე. ეს წრეები იყო პატარა, 5, 10, 18 ადამიანი. მაგრამ ისინი იყვნენ ყველგან, უნივერსიტეტებში, ქარხნებში, სოფლებში. და ყველა ამ წრეში ადამიანები საუბრობდნენ ნოე ჟორდანიაზე, საუბრობდნენ როგორც სიმბოლოზე, როგორც მაგალითზე, როგორც იმაზე, რომ საქართველო შეეძლო ყოფილიყო თავისუფალი. 1979 წლის მარტის 38-ს თბილისში მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. საქართველოს უზენაეს საბჭოში განიხილებოდა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია, რომელიც აუქმებდა რესპუბლიკების უფლებას ჰქონდათ თავიანთი ოფიციალური ენები. ეს ნიშნავდა, რომ ქართული ენა აღარ იქნებოდა ოფიციალური ენა საქართველოში. როცა ეს ამბავი გავრცელდა, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. ისინი მოითხოვდნენ, რომ ქართული ენა დარჩენილიყო ოფიციალური. და პირველად 10 წლეულების განმავლობაში ქართველმა ხალხმა მოიგო საბჭოთა ხელისუფლება, იძულებული გახდა უკან დაეხია. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. ქართველმა ხალხმა გაიგო, რომ მას შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია. გაიგო, რომ მას შეეძლო მოეთხოვა თავისი უფლებები. და გაიგო, რომ ერთად ისინი იყვნენ ძლიერნი. ამ მომენტიდან საქართველოში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც მიჰყავდა დამოუკიდებლობისკენ. 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო პერესტროიკა. მიხეილ გორბაჩოვმა დაიწყო რეფორმები, რომლებიც იძლეოდა მეტ თავისუფლებას. და საქართველოში ეს თავისუფლება გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ იმაზე, რაზეც 10 წლეულების განმავლობაში ვერ საუბრობდნენ. ესაუბრათ დამოუკიდებლობაზე. ესაუბრათ დემოკრატიაზე. და ესაუბრათ ნოე ჟორდანიაზე. 1999 წლის აპრილის 19-ს თბილისში მოხდა დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობდა 100,000 ადამიანი. ისინი მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას. ისინი მოითხოვდნენ, რომ საქართველო გამოსულიყო საბჭოთა კავშირიდან. ისინი მოითხოვდნენ, რომ აღდგენილიყო ის რესპუბლიკა, რომელიც შექმნა ნოე ჟორდანიამ 70 წლის წინ. საბჭოთა ჯარებმა თავს დაესხნენ დემონსტრანტებს. 21 ადამიანი მოკვდა. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. მაგრამ ეს ტრაგედია ასევე იყო კატალიზატორი. ამ ტრაგედიის შემდეგ ქართველი ხალხი გაიგო, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო მზად მისცა საქართველოს თავისუფლება მშვიდობიანად. და ქართველი ხალხი გადაწყვიტა, რომ იბრძოლებდა ამ თავისუფლებისთვის ნებისმიერი ფასით. 1990 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდა არჩევნები, პირველი თავისუფალი არჩევნები 10 წლეულების განმავლობაში. და ამ არჩევნებში გაიმარჯვა ის ძალები, რომლებიც მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას. 1991 წლის აპრილის 19-ს, სწორედ 70 წლის შემდეგ იმ დღისა, როცა ნოე ჟორდანიამ პირველად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს იყო ისტორიული მომენტი. ეს იყო მომენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ ნოე ჟორდანიას ოცნება არ მომკვდარა, რომ მისი იდეა გადარჩა, რომ მისი ბრძოლა არ იყო უშედეგო, მაგრამ ეს ახალი დამოუკიდებლობა არ იყო ადვილი. საქართველო შევიდა რთულ პერიოდში, რომელიც იყო სავსე ომებით, კონფლიქტებით, ეკონომიკური კრიზისებით. იყო ომი აფხაზეთში, რომელმაც დაკარგვინა საქართველოს ნაწილი ტერიტორიისა. იყო ომი სამხრეთ ოსეთში, რომელმაც ასევე დაკარგვინა ტერიტორია. იყო სამოქალაქო ომი, რომელმაც გაყო ქვეყანა. იყო ეკონომიკური კოლაფსი, რომელმაც გაღარიბა ხალხი. და ბევრმა ადამიანმა დაიწყო კითხვა, იყო თუ არა ეს დამოუკიდებლობა ღირებული. ეს იყო იგივე კითხვები, რომლებიც ისმოდა 1921 წელს, როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში. და ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი არ იყო მარტივი. დამოუკიდებლობა არის ძვირფასი. დამოუკიდებლობა მოითხოვს მსხვერპლს. დამოუკიდებლობა მოითხოვს ბრძოლას. მაგრამ დამოუკიდებლობა ასევე არის ის, რაც აძლევს ერს იდენტობას, აძლევს ერს თავისუფლებას. აძლევს ერს მომავალს.
დღეს, 100 წლის შემდეგ ნოე ჟორდანიას პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, საქართველო კვლავ არის დამოუკიდებელი. საქართველო კვლავ არის დემოკრატიული. საქართველო კვლავ იბრძვის თავისი მომავლისთვის. და როცა ქართველები ფიქრობენ თავიანთ ისტორიაზე, ისინი იხსენებენ ნოე ჟორდანიას, იხსენებენ როგორც ადამიანს, რომელმაც აჩვენა, რომ დამოუკიდებლობა იყო შესაძლებელი, როგორც ადამიანს, რომელმაც იბრძოლა ამ დამოუკიდებლობისთვის, და როგორც ადამიანს, რომელმაც არასოდეს დანებდა. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, რომ ისტორია არ არის წრფივი. ისტორია არის ციკლური. იდეები, რომლებიც ჩანს დამარცხებულად, შეიძლება აღდგეს. ოცნებები, რომლებიც ჩანს დაკარგულად, შეიძლება განხორციელდეს. და ბრძოლები, რომლებიც ჩანს წაგებულად, შეიძლება მოგებულ იქნეს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ. არამედ თაობების შემდეგ. ნოე ჟორდანია არ დაინახა თავისუფალი საქართველო თავის ცხოვრებაში. მაგრამ მისმა იდეამ გადარჩა და ერთ დღეს განხორციელდა. დღეს, როცა ჩვენ ვდგავართ თბილისში, ნოე ჟორდანიას ძეგლის წინ ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ძეგლს წარსულის ადამიანისა, არამედ სიმბოლოს იმისა, რომ არაფერი არის შეუძლებელი, თუ ადამიანები სჯერათ და იბრძვიან. სიმბოლოს იმისა, რომ იდეები ძლიერია ვიდრე იარაღი. სიმბოლოს იმისა, რომ ერთი ადამიანის ოცნება შეიძლება გახდეს მთელი ერის რეალობა. ეს არის ნოე ჟორდანიას ნამდვილი მემკვიდრეობა, არა ის, რომ მან შექმნა რესპუბლიკა, რომელიც გაგრძელდა 3 წელი, არამედ ის, რომ მან დათესა იდეა, რომელიც გაგრძელდა 100 წელი და მეტი, 1991 წლის აპრილის 19-ს, როცა საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თბილისის ქუჩებში ხალხი ტირიდა ბედნიერებისგან. ისინი ატარებდნენ ქართულ დროშებს, მღეროდნენ ეროვნულ ჰიმნს და იხსენებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ ამ მომენტისთვის. მათ შორის იყო ნოე ჟორდანია, ადამიანი, რომელიც 70 წლის წინ პირველად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ ამ ბედნიერებაში იყო ასევე შიში იმისა, რომ ისტორია შეიძლება გამეორებულიყო. შეიძლება თუ არა, რომ ეს ახალი დამოუკიდებლობა ასევე დაკარგულიყო, როგორც პირველი. შეიძლება თუ არა, რომ ნოე ჟორდანიას ტრაგედია კვლავ განმეორდეს. ეს იყო კითხვები, რომლებიც აწუხებდა ყველას, ვინც იცოდა ისტორია. ახალი საქართველოს ლიდერები კარგად იცოდნენ ნოე ჟორდანიას ისტორია. ისინი იცოდნენ მისი შეცდომები, იცოდნენ მისი წარუმატებლობები და იცოდნენ, რა მიზეზებმა გამოიწვია პირველი რესპუბლიკის დაცემა. ამიტომ ისინი ცდილობდნენ არ გაემეორებინათ ეს შეცდომები. ისინი ცდილობდნენ შექმნათ ძლიერი არმია, რომელიც შეძლებდა ქვეყნის დაცვას. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ საერთაშორისო აღიარება, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ დე იურე. ისინი ცდილობდნენ შექმნათ ძლიერი ეკონომიკა, რომელიც შეძლებდა ქვეყნის გადარჩენას. მაგრამ ყველაფერი ეს იყო რთული, ძალიან რთული. 1992 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი. ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთი ნაწილი მხარს უჭერდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მეორე ნაწილი მხარს უჭერდა ოპოზიციას. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც გაანადგურა ქვეყანა, რომელიც ახლახან მიაღწია დამოუკიდებლობას. ქართველები იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ. ძმები იბრძოდნენ ძმების წინააღმდეგ. და ყველა ეს ხდებოდა იმ დროს, როცა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ერთიანობა. ამ სამოქალაქო ომის დროს ბევრმა ადამიანმა გაიხსენა ნოე ჟორდანია. ისინი გაიხსენეს, როგორ იყო საქართველო გაყოფილი 1921 წელს, როგორ იბრძოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ და როგორ გამოიყენეს ამ გაყოფამ ბოლშევიკებმა საქართველოს დასაპყრობად. ისინი ხედავდნენ, რომ ისტორია მეორდებოდა. და ისინი ეშინოდნენ, რომ შედეგი იქნებოდა იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. 1993 წელს საქართველოში მოვიდა ახალი ლიდერი, ედუარდ შევარდნაძე. იგი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიდი გამოცდილება, იგი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგი იყო ადამიანი, რომელმაც დაეხმარა საბჭოთა კავშირის დაშლას. მაგრამ ახლა იგი უნდა გადაეჭრა სხვა პრობლემა, უნდა გადაერჩინა საქართველო. და იგი კარგად იცოდა, რომ ეს იყო რთული ამოცანა. შევარდნაძემ შეისწავლა ნოე ჟორდანიას ისტორია. იგი კითხულობდა მის მემუარებს, კითხულობდა მის სტატიებს, კითხულობდა იმას, რაც წერდნენ მის შესახებ ისტორიკოსები. და იგი ცდილობდა ისწავლა მისი შეცდომებიდან. შევარდნაძე იცოდა, რომ ნოე ჟორდანიას ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან ვერ შექმნა ძლიერი არმია. ამიტომ შევარდნაძემ დაიწყო არმიის აგება, არმიის, რომელიც შეძლებდა საქართველოს დაცვას. მაგრამ ეს იყო რთული.
რადგან საქართველო იყო ღარიბი ქვეყანა და არ ჰქონდა ფული ძლიერი არმიის შესაქმნელად. შევარდნაძე ასევე იცოდა, რომ ნოე ჟორდანიას მეორე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან ძალიან ენდობოდა საერთაშორისო პარტნიორებს. ამიტომ შევარდნაძე იყო უფრო ფრთხილი. იგი ცდილობდა ჰქონოდა კარგი ურთიერთობები დასავლეთთან, მაგრამ ასევე ცდილობდა არ გაებრაზებინა რუსეთი. იგი იცოდა, რომ საქართველო იყო პატარა ქვეყანა და რომ მას სჭირდებოდა ბალანსი, რომელიც შეინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, მაგრამ არ გამოიწვევდა კონფლიქტს. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ ძალისხმევისა, საქართველო კვლავ ჰქონდა პრობლემები. 1992 წელს დაიწყო ომი აფხაზეთში, ომი, რომელმაც დაკარგვინა საქართველოს ნაწილი ტერიტორიისა. 1993 წელს დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთში, ომი, რომელმაც ასევე დაკარგვინა ტერიტორია. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო კვლავ იყო სუსტი, კვლავ იყო დაუცველი. კვლავ ვერ შეძლო თავისი ტერიტორიის სრული კონტროლი. ამ ომების დროს ბევრმა ადამიანმა კვლავ გაიხსენა ნოე ჟორდანია. ისინი გაიხსენეს, როგორ დაკარგა მან ბათუმი თურქეთისთვის, როგორ იძულებული გახდა გაეკეთებინა კომპრომისები, რომლებიც ასუსტებდა საქართველოს. და ისინი ხედავდნენ, რომ ისტორია კვლავ მეორდებოდა, საქართველო კვლავ კარგავდა ტერიტორიებს, კვლავ იძულებული იყო გაეკეთებინა კომპრომისები, რომლებიც ასუსტებდა ქვეყანას. მაგრამ იყო ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ამჯერად საქართველოს ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა. ამჯერად დასავლეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და იყო მზად დაეხმარა მას. ამჯერად საქართველო არ იყო მარტო, როგორც იყო ნოე ჟორდანიას დროს. და ეს იყო ის, რაც იძლეოდა იმედს, რომ ამჯერად შედეგი იქნებოდა განსხვავებული. 2000 წლის დასაწყისში საქართველოში მოვიდა ახალი თაობა ლიდერების, თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც არ იცოდა საბჭოთა კავშირი. და რომელიც ჰქონდა ახალი ხედვა ქვეყნის მომავლისთვის. ეს თაობა ასევე იცნობდა ნოე ჟორდანიას ისტორიას, მაგრამ ისინი ხედავდნენ მას სხვაგვარად. ისინი ხედავდნენ მას არა როგორც წარუმატებელ ლიდერს, არამედ როგორც პიონერს, როგორც ადამიანს, რომელმაც პირველად აჩვენა, რომ საქართველო შეეძლო ყოფილიყო დამოუკიდებელი. 2003 წლის ნოემბერში საქართველოში მოხდა ვარდების რევოლუცია, მშვიდობიანი რევოლუცია, რომელმაც ხელისუფლება გადასცა ახალ თაობას. ამ რევოლუციის ლიდერები იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობდნენ დასავლეთში, რომლებიც იცოდნენ, როგორ მუშაობდა დემოკრატია და რომლებიც სჯეროდნენ, რომ საქართველო შეეძლო გახდომოდა ევროპული ქვეყანა. მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილი, ახალგაზრდა იურისტი, რომელიც გახდა საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი კარგად იცნობდა ნოე ჟორდანიას ისტორიას. იგი ხშირად საუბრობდა მასზე თავის გამოსვლებში, ხშირად იხსენებდა მას როგორც მაგალითს, როგორც ადამიანს, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო შეეძლო ყოფილიყო ევროპული ქვეყანა. მაგრამ სააკაშვილი ასევე იცოდა ნოე ჟორდანიას შეცდომები და ცდილობდა არ გაემეორებინა ისინი. იგი ცდილობდა შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი არმია. მაგრამ 2008 წელს საქართველოში კვლავ მოხდა ომი რუსეთთან, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო კვლავ იყო სუსტი, კვლავ იყო დაუცველი. ეს ომი გაგრძელდა მხოლოდ 5 დღე, მაგრამ მან კვლავ დაკარგვინა საქართველოს ტერიტორიები. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და განათავსა იქ თავისი ჯარები. საქართველო კვლავ დაკარგა ნაწილი თავისი ტერიტორიისა. ამ ომის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კვლავ გაიხსენა, რომ ისტორია კვლავ მეორდებოდა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობდა საქართველოს დაპყრობას, რომ საქართველო კვლავ იყო საფრთხეში. მაგრამ ამჯერად შედეგი იყო განსხვავებული. ამჯერად დასავლეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს. ამჯერად საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიარა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია. ამჯერად საქართველო არ დარჩა მარტო. და ეს იყო ის, რაც აჩვენებდა, რომ ნოე ჟორდანიას გაკვეთილები არ იყო უშედეგო, რომ ახალი თაობა ლიდერებმა ისწავლეს მისი შეცდომებიდან და შეძლეს უკეთესი შედეგის მიღწევა. დღეს, 100 წლის შემდეგ ნოე ჟორდანიას პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, საქართველო კვლავ არის დამოუკიდებელი. საქართველო კვლავ არის დემოკრატიული. საქართველო კვლავ იბრძვის თავისი მომავლისთვის. მაგრამ ამჯერად საქართველოს აქვს ის, რაც არ ჰქონდა ნოე ჟორდანიას, აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, აქვს ძლიერი ინსტიტუტები. აქვს გამოცდილება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვს იმედი. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, რომ წარუმატებლობა არ არის დასასრული. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ იდეები ძლიერია ვიდრე იარაღი.
ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ერთი ადამიანის ოცნება შეიძლება გახდეს მთელი ერის რეალობა, მაგრამ არა დაუყოვნებლივ, არამედ თაობების შემდეგ. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ბრძოლა არასოდეს არის დასრულებული, რომ ყოველი თაობა უნდა იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის, ყოველი თაობა უნდა იცავდეს თავის დემოკრატიას, ყოველი თაობა უნდა აგრძელებდეს იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო ჩვენს წინამორბედებმა. დღეს, როცა ჩვენ მდგავართ თბილისში, ნოე ჟორდანიას ძეგლის წინ, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ძეგლს წარსულის ადამიანისა, არამედ სიმბოლოს იმისა, რომ არაფერი არის შეუძლებელი, თუ ადამიანები სჯერათ და იბრძვიან. სიმბოლოს იმისა, რომ იდეები ძლიერია ვიდრე იარაღი. სიმბოლოს იმისა, რომ ერთი ადამიანის ოცნება შეიძლება გახდეს მთელი ერის რეალობა. ეს არის ნოე ჟორდანიას ნამდვილი მემკვიდრეობა, არა ის, რომ მან შექმნა რესპუბლიკა, რომელიც გაგრძელდა 3 წელი, არამედ ის, რომ მან დათესა იდეა, რომელიც გაგრძელდა 100 წელი და მეტი. ნოე ჟორდანიას ისტორია არის ჩვენი ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვიბრძვით ჩვენი ოცნებებისთვის, მაშინაც კი, როცა ყველაფერი არის ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ შეიძლება წავაგოთ. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვიმედოვნებთ, მაშინაც კი, როცა ყველაფერი ჩანს ვიმედოთ. ეს არის ნოე ჟორდანიას მემკვიდრეობა. და ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ღირს დასამახსოვრებლად, ღირს დასაცავად და ღირს გადასაცემად მომავალი თაობებისთვის.